კარგი. ომერ. 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 კარდის მეგობარო. იცი რა ვიფიქრე? ფათიჰი ვიპოვოთ. სადმე გამოვკეტოთ და ვიდრე სიმართლეს არ იტყვის არ გამოვუშვათ. სხვა რა გზა ექნება? არ და იმ ტიპის ალაპარაკება შეუძლებელია. ციხეში რამდენჯერ ვცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა. გადმოვიბირე, მაგრამ როგორც ჩანს გადაიფიქრა. მისი სუსტი წერტილი ნილუფერია. ნილუფერის სუსტი წერტილი კი ფათიჰია. ეგეც ვცადე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. იქნებ დის გამო დაგთანხმდეს. ამდენი დრო არ მოგზარდა. მეთაური უნდა ვიპოვოთ. დამნაშავე პოლიციელის ალაპარაკება უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული დამნაშავის. არც გაქცეული პოლიციელის პოვნაა იოლი. ერთი კვირა არ გამოჩენილა. ტელეფონი გამორთული აქვს. არც აკრედიტო ბარათი თუ სარგებლია. არც თვითმფრინავით გამგზავრებულა, არც მანქანით და არც მატარებლით. სახლის მისამართი ვიცით? პროკურორის ნებართვის გარეშე მეთაურის სახლში ვერ შევალთ. ახალ მეთაურს ხომ არ დაველაპარაკოთ? ახალ მეთაურს ენდობით? ურთიერთობა ჯერ არ გქონია. თითქმის არ ვიცნობთ. სამაგიეროდ მე ვიცნობ. იმ ღამეს მან გამოგვიძახა. 1000 სისულელეზე გველაპარაკა. დრო სჭირდებოდა, რომ ელიფს მესიჯი მიეღო. ჩემი აზრით ახალი მეთაური თაიარის კაცია. გამოდის, რომ მეთაურის სახლში ვერ შევალთ. ნებას არ მოგცემს. მე შევალ. ომერ, სად მიდიხარ? ომერ, პასუხს მოგთხოვენ. ომერ, არ და რა მეუთხარი? არ და რა საკეთებ? ჩაჯექე. ფათიჰ, არ წამოვალ. გამიშვი. ფათიჰ, გამიშვი. ფათიჰ, გამიშვი. არ გაგიშვებ. განქორწინებასთან დაკავშირებით უნდა დაგელაპარაკო. დამშვიდდე. ვნახოთ რა გააკეთე. არა, არ მომწონს. მაპატიე კონკია შემთხვევით მომივიდა. თუმცა ისედაც ბინძური ხარ. ეგ წყალი თავზე უნდა დამესხა. საშინლად ყარხარ. თავი დამანებე, გესმის? დამანებე. როგორ შემაშინე? რა სიზამ? შენი მაზლივით დამწვა? ესეც გაწმინდე, რომ გიყურებ გული მერევა. შორს არ წახვიდე, დაგირეკავ.
მოდი საყვარელო, მე და შენ მშვიდად ვილაპარაკოთ, კარგი? ფათი, გამიშვი, გთხოვ, ფათი, გამიშვი. გოგონია, რადგან აქ მომიყვანე, მშვიდად დალაპარაკება შევძლებთ? იცი როგორ მომენატრე? ფათი, გამიშვი. ვიცი, ჩემზე გაბრაზებული ხარ, მაგრამ გპირდები, ელიფს გადავარჩენ. თუ ასეა წადი და გადაარჩინე. რაღაც უცდი, წადი. წარმოგიდგენია რა დღეშია. არ ვიცი როგორ არის. მის ნახვას ვერ ვახერხებ. ციხეში არ მიშვებენ. მე რამდენი დღეა არ მინახავს. იცი გული როგორ მტკივა, ფათი. ვიცი, ნილუფერ, ვიცი. ეგ მხოლოდ სიტყვებია. წადი გადაარჩინე და დაგიჯერებ. დრო მჭირდება. რა დრო? ვცდილობ ჩვენი ცხოვრება მოვაწესრიგო, ხომ გითხარე? მე, შენ და დედა ბედნიერები ვიქნებით. მე სიმშვიდე და სიყვარული მინდა. თუმცა ამას შენ გვერდით ვერ ვეხირსები. ჩემი ბედნიერება რომ გინდოდეს, ჩემს დას ციხიდან გამოიყვანდი და სიყვარულს დამიმტკიცებდი. რომ არ გამოვიყვანო რასიზამ. გაგეყრები. ჩვენ სულ ერთად ვიქნებით ძვირფასო. ხოლო სიკვდილი დაგვაშორებს. ფათი, მტკივა. ფათი. გამიშვი, გამიშვი. აქცევას ნოცდილობ, ნილუფერო. გამიშვი, მე თინი კი არა, ფათი შემიყვარდა. ფათი ჰივარ შემომხედე, ფათი ჰივარ, ნილუფერო. არა, არ ხარ. სასტიკი ადამიანი არ მჭირდება. ფათი, გამიშვი. ნილუფერო, მომენტე. შენ ხომ კარგად მიცნობ. ეს ყველაფერი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. ომერი და ელიფიც ერთად იქნებიან, ნუ ნერვიულობ. ეს შენ ჩაიდინე. ომერი ძმა შენ მოკალი. ამაზე ნუ ფიქრობ. უბრალოდ მომენტე, ნილუფერო. ფათი, არ მინდა გთხოვ. ფათი, გამიშვი, გთხოვ, გამიშვი. მე შენ გენდობოდი. იცოდე, ომერ სიმართლეს თუ არ ეტყვი, გაგეყრები, ფათი. მორჩა. შენ ჩემი ცოლი ხარ და სიცოცხლის ბოლომდე ჩემი ცოლი იქნები. ვერ მიმატოვებ. ვერასდროს მიმატოვებ. ნახავ თუ ვერ მიგატოვებ. გააჩერე. გააჩერე. გთხოვ დამეხმარე. ნილუფერ. ჩქარა, ჩქარა, ჩქარა. ჩქარა. ნილუფერ. ვინა დაუცლია. ელო დარწმუნებული ხარ რომ ეს სახლია. ხომ არ გვეშლება? არ გვეშლება ეს სახლია. რამდენიმე დღის წინ შემთხვევის ადგილას ერთად ვიყავით. არ ვიცი როდის გადავიდა, გაქცევა როდის მოასწრო. გამარჯობა. სახლის სანახავად მოხვედით? მაკლერმა გამოგგზავნათ? დიახ. გასაღები მაკლერს გამოვართვით. ბინას აქირავებთ? დიახ, ძალიან კარგი ბინაა. ალბათ უკვე ნახეთ. კომისარი და მისი ცოლი მოწესრიგებული ადამიანები იყვნენ. არეულობას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, დავალაგებ. გუშინ გადავიდნენ. მოსვლა მხოლოდ ახლა მოვახერხე. გასაგებია. დიდი მადლობა. ჩემს მეგობრებს ეს ბინა არ მოეწონებათ. სხვა ვნახოთ. კარგი, გასაღებს მაკლერს დავუტოვებ. ნახვამდის. გუშინ გადასულა, როგორ მოასწრო? იცოდა რომ მასზე ეჭვს აიღებდნენ. თაიერისგან ფული აიღო და გაიქცა.
შებულებაც იმიტომ მოიგონა, რომ არავინ დაეჭვებულიყო. დროს იგებს, რომ კვალი წაშალოს. ის კაცი უნდა ვიპოვოთ არდა. სხვა გზა არ აგვაქვს. არ ვიცი სად, მაგრამ უნდა ვიპოვოთ. წავიდეთ. ო, წავიდეთ. გამარჯობა. გამარჯობა. ერთმანეთს დილით შევხვდით. რამე მოხდა? თქვენი მოცემული წამალი დავლიე. მართალი ბრძანდებით. არ გენდობოდით. უცნაური აზრები მაწუხებს. ადამიანების ნდობა დავკარგე. სიმართლე უნდა ვიცოდე. გეთანხმებით. წარეც რომ იყოს, ჯობია იცოდეთ ელიფანიმ. ადრე მითხარით. ყველა ჩემმა პაციენტმა სიმართლის გახსენება შეძლო. მეც მიმკურნალეთ. გთხოვთ. უნდა ვიცოდე იმ ღამეს რა მოხდა. და რა ჩავედინე. ვეცდები დაგეხმაროთ, არ ინერვიულოთ. ჩაი მზად არის. თოლგა საბუთები გაწიე ხელს მიშლის. Abicim, მოკლედ ის კაცი პროფესიონალია. uzmanlık alanı değil. კიცებულებების პოვნაც იცის. და გაყალბებაც. Deliller nasıl ortada? ხედავთ რა მოხდა. დაუჯერებელია. კიცებულებებთან ერთად გაქრა. Sanki. ჩაი მომაწოდე. ნოღელავ. თუ საჭირო გახდება მიწიდან ამოვთხრე. ეს ნახე. ალიზე 2 წლით უმცროსია. ორივე აკადემიის გუნდში თამაშობდა. მალე ციხეში მოუწევთ თამაში. ეჭვიც არ მეპარება. ცოლი ანტალიაში დაიბადა. მშობლები და ძმა ანტალიაში ცხოვრობენ. არდა. ანტალიაში ვინ ყავს? ვინ დაგვეხმარება? ელიფანიმ, საკუთარ თავს ყოველგვარი შელამაზების გარეშე თუ შეხედავთ, მხოლოდ მაშინ შეძლებთ სიტუაციის გაანალიზებას. ახლა თვალები დახუჭეთ და გაიხსენეთ ჰუსეინ დემირის მიმართ რას გრძნობდით. კვლელო, სიცოცხლის ღირსი არ ხარ. კვლელო. ადამიანი ერთდროულად დაუნდობელიც არის და მიმტევებელიც. შეიძლება უყვარდეს და ამავე დროს სულდეს. როცა ვინმე გძულთ, პატიებისკენ გიბიძგებთ გული თუ შურის ძიებისკენ. დაფიქრდით. თუ თაიარმა შენი ძმა მართლა მოკლა. უხერხულია ამის თქმა. მაგრამ ამით სამართლიანობა აღსრულდება. იქნებ მეც შევიცვალე. იქნებ ამ ტკივილმა ჩემზე ღრმა კვალი დატოვა. იქნებ აღარ მინდა ძველი ელიფი ვიყო. სიმართლე არც ისე შორს ყოფილა. ხომ ასეა ელიფანიმ? ჩვენ საუბარზე იფიქრეთ? რას აპირებთ? მზად ვარ ყველაფერი გავაანალიზო ექიმო.
წიგნი მრჩებოდა. მომეცი. ალბომი მომაქვს. რომ მოვენატრებით დაათვალიერებს. კარგია. ყველაფერი ჩადე? დიახ, ყველაფერი. გასაგებია. თუ გნებავთ დღეს მობრძანდით, თუ აბორტის გაკეთება გადაიფიქრეთ, კურნალობა უნდა დავნიშნო. დიახ, ვიცი. მაგრამ თუ მაინც აბორტი გადაწყვიტეთ, ეს განსაზღვრულ დროში უნდა მოხდეს. გმადლობთ, რომ შემახსენეთ. გასაგებია. აუცილებლად მოვალ. დედა, მოდი. რატომ შეწუხდი მე მოვიდოდე? დღეს ციხეში მიდიხარ. ელიფს ბორანი მოვუმზადე. ძალიან უყვარს. საკმარისი მეტია. მეგობრებსაც გაუმასპინძლდება. ჩემგან მოკითხვა გადაეცი. მადლობ დედა. გაუხარდება. შემოდი დაისვენენ. არა, არ შემოვალ. უკვე მიდიოდი. თავარია გნახე, ჩემთვის ესეც საკმარისია. როგორ ხარ შვილო? ვიცი ძალიან გიმძიმს. გული გტკივა, მაგრამ არ იმჩნევ. შენს ამბავს ძალიან განვიცდი შვილო. ამდენ დარც როგორ უძლებ. ელიფი რომ გამოვა კარგად გავხდები დედა. იმედია შვილო, იმედია. არ დაგავიწყდეს. მე ყოველთვის შენთან ვარ. ელიფი დამნაშავეც რომ აღმოჩნდეს. დედა, ეგ აღარ გაიმეორა. არც ფიქრო. დამიჯერე დედა. ვიცი გული გტკივა. შენ შვილი დაკარგე. მე კი ძმა. მაგრამ ელიფი უდანაშაულოა. შენი ძმა იმ სახლში ცხოვრობს, რომელიც ელიფანიმთან ერთად იქირავა. ახლა მისი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს. მეგობრები გვერდიდან არ შორდებიან. ვიცი არ მიატოვებენ. ჰომერ. წარმომიდგენია რა დღეში ხარ. ელიფთან განშორებას როგორ განიცდე. ბავშვები როგორ არიან? კარგად. შენი ქალიშვილი გამოცდებისთვის ემზადება. თაიარის უმცროსი შვილი ისე უკან დასდევს? არა, არ შემემჩნევია. კარგი. ჰასანი სკოლაში დადის. ბურჰანი მელიქემ დაწყებით სკოლაში შეიყვანა. როგორი ურთიერთობა აქვთ? დედინაცვალივით ექცევა? არა. პირიქით. ყოველდღიურად სკოლაში მიხავს, საღამოს კი ერთად ბრუნდებიან. ბავშვი სულ იღიმება. ვიცი, თვალთ მაგცობს. კარგად ვიცნობ. არჩევანი რომ ჰქონდეს წუთითაც არ აიტანდა. მაგრამ ჩემს შვილს მე წავიყვანა. არავის დავუტოვებ. წავიყვანა. კარგი დროებით. ნახვამდის. დაგირეკავ. უჩემოდ ვერძლება რა მამიკო? გუშინ ადვოკატმა დარეკა. განცხადებას ხელი რატომ არ მოაწერე? ჩემს პირად ცხოვრებაში ნუერევე. ხომ თქვი უნდა გავშორდეო? ნილუფერთან ანგარიში ჯერ არ გამისწორებია. გეყოფა მეთქი. სიტყვა ხომ მომეცე. უნდა გაშორდე. განცხადებას დღესვე მოაწერ ხელს. ეს რას ნიშნავს? ისედაც ცოტა დრო გვაქვს და ისიც ხვასთან უნდა გავიყოთ? მამიდა გთხოვ. ასე არ არის? ჩემი გოგონა ნორმალურად ვერ უნდა ვნახო?
კარი გაიღო. ჩქარა დროს ნუ დავკარგავთ. ელიფთან ჯერ თქვენ შედით. დრო თუ დარჩება მერე მევნახავ. სისულელეს ნუ ამბობ, კოლომბო. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ერთმანეთისგან დამალული არაფერი გვაქვს. წამოდი, დროზე, ჩქარა, წამოდი. იმედია ჩემს დიშულსაც მოიყვანენ. იმედია. ნეტა ხორციან ღვეზელებს მოგიტანენ? ალბათ, დედას ვთხოვე. წადით. ნეტა რა გიხარიათ. ნახევარ საათში მაინც აქ უნდა დაბრუნდეთ. მაგიდაც არ აგილაგებიათ, მე უნდა ავალაგო? ცოტა ჩქარა. მომისმინე, გოგო. დღეს მორიგე ხარ. რომ დაბრუნდები ჭურჭელს დარეცხავ. ელიფი სად არის? მეც ვეღარ ვუძლებ. აღარ შემიძლია. ჩემი გოგონა რა დღეში ყოფილა? ნახეთ რა ხდება. ელიფი რატომ იგვიანებს? თითო-თითოს უშვებენ. დაიკო. ძალიან მომენატრე. მეც მომენატრე. არ მომეხვევი? გეყოფათ. ახლა ჩემი ჯერია. როგორ ხარ? კარგად. სინიორინა. დილამშვიდობის. ეს სამი დღე უსასრულოდ გაიწელა. მაინტერესებს ამ სამი დღის განმავლობაში ელიფის გასათავისუფლებლად რამე თუ მოიფიქრე. მოვიფიქრებ. იმედია. როგორ ხარ? ხომ არ გაწუხებენ? თუ გაბრაზებენ, უთხარი რომ შეშლილი დაგყავს, რომელიც ძალიან საშიშია და ყველას გაანადგურებს. კარგი? არა. კარგად ვარ. თუკილად მეკცევიან. ომერმა წიგნები მომიტანა. მთელი დღე ვკითხულობ. დრო მალე გადის. გამხდარ ხარ. არ ჭამ? როგორ არა ვჭამ, მამიდან უდარდობ. მე კარგად ვარ. ხოლოდ თქვენ ვერ გხედავთ. მთელი ღამე გემრიელ კერძებს გიმზადებდით. მე წიგნები მოგიტანე, მამიდამ ალბომი წამოიღო. ჩანთაში საღამური ძდებს. ზუსტად მასეთი მე და ნილუსაც გვაქვს. შენც ჩაიცვი, კარგი? წარმოიდგინე რომ ერთად გვძინავს. ბევრი რამ მოგიტანეთ, მაგრამ ჩამოგვართვეს. გვეს პირადად გადავცემთო, მართლა მოგცემენ? მომცემენ. მადლობთ. კარგია რომ მოხვედით. ყველა ერთად ვართ. ელიფ, ადვოკატმა პროკურორის სახელზე განცხადება დაწერა. ფსიქიატრს მალე შეგიცვლიან. არა, საჭირო არ არის. მაყოფილი ვარ. ნუ შემეცვლით. კარგი შენინება. პაემანი მალე დასრულდება. 5 წუთი დარჩა. როგორ? უკვე? ახლა მოვედით. კიდევ ბევრი პაემანი გვექნება. ამას შეეგუეთ. მე უკვე შევეგუე.
ელიფ, რა გჭირს? რას ამბობ? ყველაზე მთავარი მორჩილება ყოფილა. ეს აქ ვისწავლე. ელიფ, რა მორჩილება? შენე არ გჭირდება, მალე გაგათავისუფლებენ. თავს გაუფრთხილდით. კარგი? რა ხდება? რა ხდება? სადღაც ხომ გეჩქარებოდა? ადექი. წავიდეთ. მეც ვეღარ გავუძლებ. ადექი. წავიდეთ. ასლი საქმე მაქვს. სახლში შევხვდებით. ასლი ელიფი ცუდად გამოიყურებოდა რა? ხო, უცნაურად იქცეოდა. აღელვებული იყო, აქეთ-იქით იყურებოდა. თითქოს ვერ მხედავდა. ვერავის ხედავდა, ომერ, ვერავის. ისმენ არდა. კარგი ამბავი უნდა გითხრა, ომერ. ჩვენმა მეგობარმა ფეხმიმ ანტალიაში ის მეთაური იპოვა. იქ სხვა სახელით ცხოვრობდა. ყველაფერი გაარკვია. დააკავა? კარგი, გასაგებია. ასლი? გეგონა ვერ გავიგებდი ნილუფერ. ამდენი ხანია გზაში არიან. ემის ხომ იცნობ? თვითმფრინავის დანახვაც არ უნდა, მანქანით ამიტომ მოხავს. ეს ამბავი კიდევ ვინ იცის? არავინ, მხოლოდ ჩვენ და კიდევ თოლგამ და იფექმა. ის არის. მოვიდა. ხოჩეხ. ამანათია თქვენ სახელზე. პირადად უნდა გადმოგცეთ. მადლობ მეგობარო. ოჩახ ფეხმი. მართლაც კარგი საჩუქარია. ჩემს ხელში ხარ. თავს ვეღარ დაიწურენ. ვერაფერს დაამტკიცებ. ტყუილად ცდილობა. ნახოთ. ასლი გამიშვი. მომისმინე, ეს ბავშვი არ უნდა დაიბადოს. გასაგებია? იმ შეშლილი შვილი არ უნდა გააჩინო. იმ კაცმა ელიფს ცხოვრება დაუნგრია. მისი შვილი არ გჭირდება. წამოდი. ასლი, კმარა გამიშვი, არ გაგიშვებ. რადგან სისულელეს აკეთებ ნილუფერ. მე შენი დავარ, უნდა დამიჯერო, გამომყევი. დედას დაემსგავსე. შენ ზუსტად ისე მექცები, როგორც შენ მოგექცა. გინდა მეც იგივე გადავიტანო? ეს გინდა? სისულელეს ნუ ამბობ, ნილუ. ეს იგივე არ არის. იგივეა. ეს ჩემი შვილია. გოგონია, რასაც მეუბნები არ მესმის? ყველაფერს ხვდები. გული ერთს მეუბნება, გონება სხვას. ისედაც განადგურებული ვარ. ვერ ხედავ? სულ მსაყვედურობ. სულ მადანაშაულებ. ჯობია დამეხმარო, დამამშვიდო. არ შეგიძლია?
დამეხმარე. თორემ ფიქრი ჭკუიდან გადამიყვანს. ვერ გავუძლებ. ნინო. თაიერდუნდარი მოვიდა. ნაგითხრა რომ საქმე ისე შეგეკერა ყველაფერი ელიბდენიზერს დაბრალებოდა. რადგან თაიერდუნდარმა ასეთი რამ შემოგთავაზა, ესე იგი დიდი ხანია თანამზრახველები ხართ. ხმა მოიღე მეთქი. ალისთან და ჰუსეინთან ერთად კიდევ რამდენი საქმე გააყალბე. ხმა მოიღე. მითხარი ელიფისთვის რომ დაგებრალებინა თაიერმა რამდენი გადაგიხადა. გამიშვია მერ. კანონს არ ღვევ. მართლა? ჩემი დაკითხვის უფლება არ აქვს. ყველაფერი რომ ზგიამბო ვერ გიშველის. ყვილად ცდილობ. სიმართლეს სასამართლოზე იტყვი. პროცესი ხვალდილით გაიმართება. რაც იცი ყველაფერს იტყვი, გასაგებია? ეს უტვინო ადამიანები როდემდე უნდა ავიტანო? როცა პასუხს ვთხოვთ, განან და ცხრებივით მიყურებენ. ყველაფერი კარგად მიდიოდა. ელიფმა თითქმის დაიჯერა, რომ მკვლელი იყო. პროცესი რატომ დააჩქარეს? მაგას მალე გავიგებ. გავიგებ და ყველას პასუხს მოვთხოვ. წადი საქმეს მიხედე. ზედმეტი პრობლემები არ მჭირდება. წადი. კარგი თაიერბეი. არც ერთი მტკიცებულება არ გაქვს. პროკურორი არ დაგიჯერებს, ომერ. მე კარგი რეპუტაცია მაქვს. შენ კი არავინ დაგიჯერებს. ვერ გამასამართლებ, ომერ. მე არა მოსამართლე გაგასამართლებს და ამას თვითონ მოინდომებ. მე არაფერი მithქვამს და არც ვიტყვი, ომერ. ოსმან. ოსმანს სტუმარი ყავს. ვერ გავიქეცი, დამიჭირეს. ალლაჰმა დაგწყევლოს. წყეული მციყავ. როგორ მიაგენი? სად იპოვე? ომერ, კარგი, ვთქვათ ოსმანი ვიპოვეთ და ჩამოვიყვანეთ. მაგრამ სიმართლეს რატომ იტყვის? იცის რომ მტკიცებულებები არ გვაქვს. ჩვენ კი ის ვიცით თაიერდუნდარი როგორ მოქმედებს. ადამიანებს სუსტ წერტილს უძებნის. ოსმანის სუსტ წერტილს თუ ვიპოვით, ყველაფერს გვეტყვის. უნდა დავემუქროთ? უნდა ვაიძულოთ თოლგა. ვაიძულოთ. ელო, სასადილოში რომ ქალი მუშაობს, განყოფილების თანამშრომლების შესახებ ყველაფერი იცის. დაელაპარაკე. კარგი, ახლავე. მოკლედ მეგობრებო, დილამდე აქ დავრჩებით. ყველა დოკუმენტს და მტკიცებულებას თავიდან შევისწავლით. ომერ, კონდიციასაც გადავხედოთ. იქნებ იმ სიაში ოსმანის ნათესავებიც არიან. კარგი ერდა, ოღონდ დრო ცოტა გვაქვს. დღეს ძილი არ გვიწერიან. არა უშავს, მერე დავიძინებთ. უფრო ტკბილად დავიძინებთ. რა ხდება? რამეს მიაგენით? მოდი ფელო, მოდი. ეს გოგონა თაიერდუნდარის ფონდიდან სტიპენდიას იღებდა. როგორც აღმოჩნდა, ოსმანის მიშვილი ყოფილა. ნახე. ვითომ ძმისშვილი. ო, ვითომ. ახლა დაფიქრდი.
და გადაწყვიტე. თუ ამ საქმეს უფრო ჩავუღრმავდებით, აღმოჩნდება, რომ შენ საყვარელ გოგონას შავი ფული გადაჰქონდა. ოსმან, რა მეშველება? დამაპატიმრებენ? გთხოვ დამეხმარე. მან არაფერი იცის ომერ. გაუშვი. მე ის მაინტერესებს შენ რა იცი. ამას არ იკადრებ ომერ. ვიკადრებ. ვიკადრებ. ჩემი საყვარელი ქალის გამო ყველაფერს ვიკადრებ. მთელ ცხოვრებას ციხეში გაატარებს. შენ გადაწყვიტე. ომერმა რა თქვა? ის კაცი იპოვა, რომელმაც საქმე გააყალბა და სასამართლოზე მოწმედ გამოიყვანს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი გადაწურული გქონდა. მაგრამ დავამტკიცებთ, რომ უდანაშაულო ხარ. ჯერ ვნახოთ სხდომაზე რა მოხდება და მერე ვილაპარაკოთ. მოემზადე ოსმან, მოსამართლის წინაშე უნდა წარსდგე. შესაფერისად უნდა გეცვას. ნესრინისა და ნუღელავ, საიმედო ადგილასაა. ჩაიცვე. რაც გითხარე, სასამართლოში ზუსტად იმას გაიმეორებ. გავიმეორებ, თუ ნესრინს თავს დაანებებ. თუ არა და ხმასაც არ ამოვიღებ. წავიდეთ. ელიფისთვის მიცემულ სიტყვას შევასრულებ, ფელო. სახლში დღეს ერთად დაუბრუნდებით. წამოდე. გისმენ ასლი, განყოფილებაში მოდი. დღეს ელიფის სასამართლო ყოფილა. როგორ? პროცესი ერთი თვის შემდეგ არ იყო დანიშნული. არ ვიცი, ალბათ გადმოიტანეს. დროზე გელოდებით. ჩვენ უკვე აქ ვართ, ჩქარა მოდი. კარგი, მოვდივარ. ნილუფერ. მოდი ჩემთან ლამაზო. უნდა ვილაპარაკოთ. შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, ფათიხ. გამიშვი. მართლა? მაგრამ მე რომ რაღაც გავიგე? ფეხმძიმედ ყოფილხარ. პროცესი როდის დაიწყება? მოსამართლე და პროკურორი მალე მოვლენ. სათხარ ომერ საადამ. ხედავ რამ ხელასაცობია. დაგვაგვიანდება. მივასწრებთ, ფელო, მივასწრებთ. ცოტა დარჩა. ფათიხ, გამიშვი. მითხარი ნილუფერ. აბორტი გაიკეთე თუ არა? ეს ბავშვი შენი არ არის. ჩემი არ არის? რას ამბობ? მას შემდეგ რაც ჩემს დასმახე დაუგედა ციხეში ჩასვი. ეს ბავშვი შენ აღარ გეკუთვნის. მისი ხსენების უფლებაც არ გაქვს, ფათიხ. არა? მომისმინე. გუშინ ექიმთან აბორტზე ჩაწერილ ხარ. გაიკეთე თუ არა? ნუ მეთამაშები ნილუფერ. შენ უმეთამაშები. დღეს შემიდი სასამართლოა. წადი და მოსამართლეს უთხარი ჰუსეინი ვინ მოკლა. მე კი გეტყვი აბორტი გავიკეთე თუ არა. მგონი სამართლიანი გარიგებაა. მომისმინე. შენი დამკვლელი არ არის.
მკვლელობის ფაქტი რომ დადასტურდეს, ხედარი უნდა არსებობდეს. ჰუსეინ დემირი ცოცხალია. გასაგებია? დასხედით. დაცვის მხარე მოწმის დაკითხვას ითხოვს. სასამართლომ ეს გარემოება გაითვალისწინა და სხდომა დღეისთვის გადმოიტანა. დაცვის მხარე რამეს ხომ არ დაამატებს? ბატონო მოსამართლეო, მოწმე დაამტკიცებს, რომ ბრალდებული უდანაშაულოა. რადგან ასე მოწმის დაკითხვით დავიწყოთ. შემოიყვანეთ მოწმემ. ომერ დემირ. ომერ დემირ. ომერ დემირ. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.